ახლა ვიმყოფებით ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი მიემგზავრება უკვე ზუგდიდისკენ და აგერ ვიმყოფებით დავით დოიაშვილთან ერთად სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად რომელსაც გუშინ თეატრის დაცვის შემადგენლობას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი საპროტესტო აქცია დანარჩენს უკვე დოიგვეტყვის რომელიც მალე გაემგზავრება უკვე ზუგდიდში სავსეა ეს ავტობუსი მსახიობებით და მართალი ხარ შენ ნატო რომ აღნიშნე ეს ბრძოლა არის ბრძოლა ანდრო ჭიჭინაძესთვის, ბრძოლა არის მზია ამაღლობელისთვის და ყველა სინდისის პატიმრისთვის დამეთანხმება ალბათ დათო. კი, აუცილებლად ესეა, ეს არის სოლიდარობისთვის ბრძოლა ასევე და მინდა რომ ეს გადამდები იყოს აბსოლუტურად ყველასთვის და მე მგონია რომ ყველაფერს შევძლებთ. ესე მგონია ძალიან მნიშვნელოვანია სამეგრელოში ჩასვლა და ჩემს მეგრელებს, ჩემს დედულებს ყველას თხოვ რომ გამოვიდნენ, მოვიდნენ რაც ბევრი ვიქნებით, უფრო მაგრა გადავცურავთ ზღვას. ეს მე მინდა კიდევ მოვისმინო, მაინტერესებს ის რაც ახლა თქვენ მიგაქვთ ზუგდიდში, ჩვენ რას ვიხილავთ სცენაზე, მე გადავცურავ ზღვას, ისე ოღონდ იქნება უკვე რეგიონალური სპიკერები შემოგვიერთდებიან, იმიტომ რომ ჩვენი ამოცანაც ესაა, მივდივართ რომ მოусმინოთ და გავიგოთ იმათი პრობლემები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მართლა მნიშვნელოვანი, ამიტომ გელოდებით თელ სამაგრელოს და დაჭხիր ოლიგარქიას, დაჭხիր ოლიგარქიას, აი ასე, ეს ყველაზე ხშირი ფრაზა იქნება დღეს ზუგდიდში, ახლა იმყოფებით ასევე ეკა არის აქ, ნანკა, მოდით და ვეცდები რომ ავტობუსში წავიდე და აი უკვე მიემგზავრებიან, ეჩქარებათ უკვე მსახიობებს, რამდენად მნიშვნელოვანი არის ის, რასაც თქვენ აკეთებთ. თბილისშიც ახლა არის საპროტესტო აქცია 4 საათზე, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება თბილისშიც, ახლა ზუგდიდშიც ცალკე კერა იქნება პროტესტის, რამდენად მნიშვნელოვანი არის რეგიონში გასვლა თქვენი? ხო, ძალიან ღელავთ თბილისში რომ არ ვარ ჩვენ მოკავშირეებთან და თანამებრძოლებთან ერთად, იმიტომ რომ მართლა მნიშვნელოვანი დღეა, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ რეგიონშიც გვერდში დაუდგეთ იმ ადამიანებს, იმიტომ რომ რაღაცნაირად მოწყვეტი განცდა აქვთ ხოლმე ყოველ შემთხვევაში მე რაც შევხვედრილ ვარ და მილაპარაკია, არის ეს განცდა რომ თითქოს ცალ-ცალკე ვარ და თან ეს ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება თავის პროპაგანდით სულ მაგას ცდილობს რომ დაგვანაწევროს და ვითომ ჩვენ ერთად დგომა არ შეგვიძლია და სინამდვილეში ეს ასე არ არის. ჩვენ ერთი მნიშვნელოვანი რამ გვაერთიანებს, რომ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და გვჭირდება სამართლიანი და თავისუფალი აწმყო და მომავალი ყავს უამრავი პოლიტპატიმარი, ისინი აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ და ქვეყანაც უნდა დავიხსნათ ამ რეჟიმისგან და იმისთვის, რომ ერთმანეთს გვერდით დგომა ვაგრძნობინოთ, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მთელ საქართველოს მოვიდა. ნანკა გუშინდელმა დღემ გაჩვენა თუ არა, რომ საჭიროება მართლაც რომ თქვენი ხმა ისმოდეს ასევე რეგიონში არის ძალიან მნიშვნელოვანი. საჭიროება იმის აჩვენა რომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთის ხმა გვესვადეს და მარტო ჩვენი მსახიობების არა ზოგადად ყველა უნდა იაროს და უნდა ერთმანეთს ვეკონტაქტებთ რეგიონი, სოფლებში უნდა ჩადიოდნენ ადამიანები რომ ერთმანეთის ხმა გავაგონოთ და რაც თავარია იმათი ხმა მოვისმინოთ, ან რატო გეთანხმება, ან რატო არ გეთანხმება, ან რა გვაქვს გასაყოფი და ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველამ უნდა აკეთოს ეს აბსოლუტურად ყველამ. იმიტომ რომ ეს არის საერთო ბრძოლა და ერთ ქვეყანაში ცხოვრება. მადლობა ნანკას, მე ხა ვეცდები, მოდით ავიდეთ ავტობუსში, იმიტომ რომ მალე გავა ეს ავტობუსი, რომელიც სავსეა მსახიობებით, უკვე რომლებიც იქცნენ პროტესტის მონაწილეები, ვხედავ მათ და აი ნინოს ვხედავ კასრაძეს და მინდა ვკითხო, გუშინ სპიკერებს შორის იყვნენ ასევე თავად ბათუმელი მსახიობები რეგიონებიდან არტისტები, რამდენად არის მნიშვნელოვანი, რომ სწორედ მათი ხმა ისმოდეს ამ ტიპის საპროტესტო აქციებზე. უმნიშვნელოვანესი ალბათ ჩვენ ამისთვის ჩამოვედით რომ აი რაღაც მათი სოლიდარულები ვიყოთ და მათ ამოთქვამის რა აწუხებთ რომ რეგიონს ეთყობა ბევრი პრობლემა აქვს და ეს ცოტა გათიშულობა იყო ჩვენ შორის, მაგრამ აი ამ ყველაფრის აღსადგენად, აი ამ ხიდების, აი ამ ძაფების გასაბმელად ვართ ჩვენ და მართლაც გუშინ მოვისმინეთ რამოდენიმე გამომცვლელი, რომელიც იყო უმნიშვნელოვანესი, ეს ღერძია ფაქტიურად თავისუფლების ამ რეგიონში.
რომელ საძე იქნებით ბათუმში? ეხლა ბევრი ხალხი გვიყურებს ზუგდიდში, ბოდის გიხდეთ ზუგდიდში და სად ვიცით დეტალები ღონისძიების, სად გაიმართება ეს ღონისძიება, როდის ვიქნებით თუ არა, აი ესეთი დეტალები თუ არის ცნობილი და ელოდებით თუ არა პროტესტის მონაწილეებს, იმიტომ რომ გუშინს უშუალოდ ბევრი ადამიანი იყო მაყურებელს შორის. სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან, იქ არის საერთოდ იქ იმართება ხოლმე და დავიწყებთ 7 საათზე ყველა ზუგდიდელებო და არაზუგდიდელებო ამ რეგიონის წარმომადგენლებო ყველას გთხოვთ მოდით რომ გავიგოთ თქვენი ხმა ის ძალიან მნიშვნელოვანია. всё მე მოვჩდამთავრე. რას გვეტყვი აბა არაფერი ალბათ თავარი ეს არის რომ აი გუშინაც დავუშვათ იგივე აქციაზე სადაც ჩვენი კოლეგები სხვა წარმომადგენლებიც გამოვიდნენ და ისაუბრეს ჩვენ არ მივდივართ მარტო ჩვენი სათქმელი ჩვენ გვინდა მათი ხმა გავიგოთ ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ მოვიდეს ყველა ვისაც აქვს სათქმელი ვისაც აქვს პროტესტი ვისაც არ აქვს პროტესტი რომ ერთად ვისაუბროთ და ერთად გავარკვიოთ რაში ვართ რა მდგომარეობაში ვართ რომ ერთად გადავდგათ კიდევ უფრო მეტი ნაბიჯები წინსვლისთვის და საქართველოს ბაჩოსაც მინდა ვკითხო აი ამ პროტესტის ფორმამ გადაგანახა თუ არა ამის საჭიროება ალბათ დღეს სხვათა შორის მანიფესტში რომელსაც ჩვენ ვკითხულობ ნათქვამია რომ სოლიდარობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი პროტესტის ასე ვთქვათ სათქმელი მთავარი არის სოლიდარობა ალბათ ახლა თბილისის საპროტესტო აქციის მიმართაც იქნებით ცხადია სოლიდარულები და რამდენად დაგანახათ აი ამ ფორმამ პროტესტისა რომ ეს ის არის რაც უნდა აკეთოთ და შესაძლოა ბევრმა თქვა რომ ეს ადრეც უნდა გაგვეკეთებინა იყო ესეთი გაქვთ თუ არა თქვენ ასეთი განცდა ადრე არ ვიცი ყოველთვის რაღაც თავის ქმედებებს თავის რაღაცა დრო აქვს დროსა და სივრცეში არის მოქცეული და საჭიროება ხდება და როცა რაღაცა ხდომილება ხდება მაშინ უკვე მისი საჭიროებაც აქედან გამომდინარეობს გუშინ დღესგან განსხვავებით გუშინ მე ქვევით ვიყავი და არ მდგარ ვარ სცენაზე ასე რომ მე უშუალო შეხება მქონდა მაყურებელთან და იმ კითხვაზე თუ რა აქვს თუ არა ამას ის დანიშნულება და მიეცა თუ არა ის დანიშნულება რომელიც ჩვენ ვფიქრობდით ნამდვილად დადასტურებით შემიძლია გითხრათ რომ იქ მდგომმა ადამიანებმა ზუსტად გაიგეს ის გზავნილები რომელიც თვითონ ადგილობრივ მსახიობებს თუ წარმომადგენლებს ჟურნალისტებს და სტუდენტებს ჰქონდათ ასევე გაიგეს ზუსტად ის გზავნილი რომელიც ჩვენ ჰქონდა მათ მიმართ და საბოლოო ჯამში ეს გზავნილები ერთია და ყველას ერთი პრობლემა გვაქვს ამ ქვეყანაში ეს არის დემოკრატია ეს არის თავისუფლება ეს არის იმ ძალადობრივი ქმედებების წინააღმდეგ ჩვენი დამოკიდებულება რომელიც არსებობს ზოგადად რეჟიმის წინააღმდეგ და შესაბამისად ეს პრობლემები საერთოა სადაც არ უნდა წავიდეთ რომელ კუთხეშიც არ უნდა მივიდეთ ყველას ერთი პრობლემა გვაქვს მადლობა მე აღარ დავაყოვნებ იმიტომ რომ ეჩქარებათ უკვე მსახიობებს მალე ზუგდიდში უნდა იყვნენ წარმატებულ ვოიაჟს საპროტესტო ვოიაჟს ვუსურებ მათ უჩვეულო არის ეს ფორმა მათი პროტესტისა ცეცხლი ოლიგარქიას დაჭხირ ოლიგარქიას ხო უკვე ეს ისწავლეს მეგრულად როგორ უნდა გამოთქვან სხვადასხვა საპროტესტო სლოგანები რომელიც ისმოდა მთელი ამ დღეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე პოლიცია სოთინვარე სამართალია ეს ნიშნავს რომ გითხრათ ყველგან პოლიცია არსად სამართალი კიდევ ერთხელ როგორ ირდიხასრე პოლიცია სოთინვარე სამართალი აი ასე ირდიხასრე პოლიცია სოთინვარე სამართალი ზუგდიდში შემდეგი გაჩერება ზუგდიდში